corners of the mind where the shadows shade of good tomorrow. I wish for riders so fleeting, a haunting gaze I don't know there. I don't know there. In the corners of the mind where the shadows shade of good tomorrow. I wish for riders so fleeting, a haunting gaze I don't know there. 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 Isn't that the sort of dream life where we're seen between fragments to the light to glass, reflecting to the content past. Counter past. It's a madness sort of dream life nowhere seen between fragments to the light to glass, reflecting to the content past. თავიდან მე და ნიკო მოღვაწეობდით, ესე ვთქვათ, ანუ ნიკოს კარგი ხანია ვიცნობ. და ბოლოს შეხვედრა მახსოვს, როდესაც რაღაც ერთ ჟანრში ვიყავით, რაღაც თან ბენდი გვინდოდა მე და ნიკოსაც რა. ანუ ბენდი მე ბოლოს გადავწყვიტეთ რა, მე და ნიკოს გვინდოდა დაწყება ჯერ თავი და რაღაცებს ჩალიჩოვდით იქ, ანუ თან მოგწონდა ერთმანეთთან მუშაობა რა. და მე უკვე ის იყო რა, რაღაც ანუ ოპენისთვის ვემზადებოდით რა პირველად რომ გავედით და დაგჭირდა ნუ ბენდი რა, იმიტომ რომ დრამერი და ბასისტი გჭირდებოდა და ანუ სანდროებსაც ვიცნობდით. და ანუ იმდენად სწრაფად მოხდა, ანუ წარმოგიდგენთ ჩატში ეგრევე ჩავაგდეთ რა, დრამერი ბასისტი უცებ და რაღაცა და ანუ ეგრე შევიკრიბეთ რა. და Tape Visitor-ის სახელის არსი, ნუ ეს ნიკოს ტრადიცია მაგარ უნდა თქვას, მე არ ვიცი ხოლმე. პირველ რიგში მადლობა ლიკარო კიდევ ერთხელ მერგოწილად ამის ახსნის უფლება. მოკლედ ყველაფერი არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რაღაც ერთი ჯაჭვი არის რა. Radiohead-ს უსმენ კაიხანია და რაღაც ბიოგრაფია და რაღაცები რო შევისწავლე. არის ერთი ბენდი Talking Head და მაგათი ერთ-ერთი ტრეკი სახელად Radiohead-დან აიღეს ეს სახელი და დაარქვეს თავიანთ ბენდს. ესდია ძალიან მომეწონა და მაგ პერიოდში, როდესაც ბენდის სახელის მოფიქრების დრო მქონდა, მაგ დროს ვიყავი შეპყრობილი, ასე ვთქვათ, ორი არტისტით, ერთი არის ბენდი Arctic Monkeys და მეორე არის Mark DeMarco. და Arctic Monkeys აქვს ასეთი ტრეკი სახელად Pretty Visitors და ერთ პერიოდი ვფიქრობდი, რომ მეთქი, ვა, ეს მაგარი სახელია თქო, მაგრამ მე დავსაჩინო, თუმე არსებობს ასეთი ბენდი და გამიტყდა. მერე
როგორც თქვი შეპყრობილი რომ ვიყავი მაგნემარკოც, მაგის ინტერვიუებს უყურებდი და ვაზრობდა ტიპი რომ თავის ტრეკებს წერს ტეიპზე, კასეტაზე, სწორად ვიძახი, ხო? დრო უფრო რბილი და თბილი ხმა ქონდეს ამ ყველაფერს, რასაც აკეთებს. და ეს ორი შევაერთე, ტეიპი და ვიზიტორსი და გამოვიდა ტეიპი ვიზიტორსი და შეიკრა და ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. ამ დროთა განმავლობაში გემოვნებას რო იცვლება, გემოვნებასთან ერთად დაკვრის სტილიც და სხვადასხვა ჟანრების დაკვრის მუღამიც მოიმატა, ესე რომ ვთქვათ და გამოცდილება მივიღე წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა მუსიკაში და შესაბამისად კი ანუ განვითარება ქვია ალბათ მაგას, მაგრამ უფრო ვიტყოდი რომ ყოველთვის იცვლება დაკვრის სტილი და რაღაც მიდგომა ამ ინსტრუმენტთან. ალბათ The Darkness of the Night დამიწერია რაღაც ძველ ახალგაზრდობაში. ხა ისტორია ესე რავი. დრამებში ვიყავი რა და დავწერე რა. ესე რაღაც კონკრეტულად არ დამიწერია რა, უბრალოდ რაღაც ეს დეპრესიები რო გვაქვს ხოლმე რა. გარდატეხის ასაკში ეგეთი ის ქონდა რა. ხა საყვარელის არ მაქვს რა. Live-ში დასაკრავად ჩემი საყვარელი სიმღერა არის Darkness of the Night. ბოლოს ვკრავთ ხოლმე მაგას. Drop-D-ში არის. შუქებს ვაქრობთ, ცოტა პერფორმანსის სახეც აქვს. და ძალიან ისეთია მისტიური არის და თქოს ხაპარს ყובה რა ეგ ტრეკი. ძალიან კაია, მოვუსმინეთ, მოდით და გაგსწორდებათ. გახურება აუცილებლად და მე დავედით და შევდარეთ.
ყველაზე რთული ნაწილი არის ჩაწერა. ჩაწერა და მიქსვა დამასტერება. მაგას ძალიან გვეწელება ხოლმე რა. ხან ფინანსურად გვეწელება, ხან რაღაც დროის იმაში რა. ერთადერთი ეგ არის მეტყევები. იყო მუსიკოსი როგორც პროფესია, ცოტა ძნელია, მაგრამ სოციალური ქსელები ძალიან გვეხმარება დღესდღეობით. აი მაგალითად TikTok-ი მე ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერში. კონკრეტულად ჩემი ძალიან არ მგონია რომ უფრო ყურებადი არის როცა არის კლიპით მუსიკა რა. მაგალითად ახლა Young Folks-ი რო გადავიღეთ, ანუ ჩემი აზრით იმუშავა იმანას რომ კლიპიც ქონდა რა, იმიტომ რომ ანუ ეგრე მუშაობს რა ზოგადად ახლა ხო რა ჩემი აზრით ეგრე არის რა. არასდროს უყოვებთ. არ არის წარუმატებლობა არა, უბრალოდ ანუ გზადაგზა აწყდები სხვადასხვა დაბრკოლებებს, რომელიც გონია რომ ვაი, ხედავ, დაგვერხა, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ერთობლივი მუშაობის თუნდაც და რაღაც რწმენის და ესე ვთქვათ, წინ მივდივართ ყოველთვის და ნებისმიერი რაღაცა რაც არ გამოგვივიდა, ვცდილობთ მე გამოვიყვანოთ, სხვანაირად მივდგეთ და საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება. კი იყო ბავშვობაში ყურებდი Arctic Monkeys ლაივებს რა YouTube-ზე. და მაგ ვიხდი რომ ეგ უნდა რომ გავეკეთებინო მთელი ცხოვრება. და მე ჰობი გადაიზარდა პროფესიაში და ეგ იყო საბოლოო ის მიხვედრე წერტილი რომ ეს არის რაც მინდა ვაკეთო. ერთი ტრეკი იყო, რომელსაც აღარ უკრავთ, გიორგი ქვია და არის ჩემს ძმისშვილზე ალექსანდრეზე. და გიორგი უნდა დარქმეოდა და ეს ტრეკი რო დავწერე, მე გიორგი არ დაარქვეს და ალექსანდრე დაარქვეს, იმიტომ რომ რაღაც ის ტრეკია. და მაგის მე უკრავდით ცოტა ხანიდან და ეხლა აღარ უკრავთ, იმიტომ რომ სხვა ბენდის წევრებს არ მოწონთ როგორც ჩანს. სხვა ბენდის წევრებს არ მოწონთ როგორც ჩანს. რა სირთულეებია გუნდურ მუშაობაში? ალბათ ის, რომ აი რაც წეღან მახსენე, ყველანი მრავალფეროვანი ვართ და სხვადასხვა რაღაცებს მსმენ, შეიძლება ვიღაცას საბოლოოდ რაღაცა არ მოეწონოს და მაგაზე ვიკამათოთ ცოტა ხანი, მაგრამ საბოლოოდ ერთ აზრამდე მივდივართ ხოლმე მე და ეგ კაია მაინც, მაგრამ ეგ კამათის პროცესი იწელება ხოლმე ზოგჯერ. Speaking of first one, sleep the sheep, skip the sleep, and go in a piece. Speaking of that, we want something new, 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 new. We want something new, 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 new. It's something new. It's something new. It's something new.
Going to peace, speaking of first, who want to leave the sheet, skin for sleep. Going to peace, speaking of love, we want something new, 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 new. We want something new, 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 new. ქართული მუსიკის მოსმენა ცოტა გვიან დავიწყე, უფრო სხვა ჟანრებით დავიწყე, მაგრამ რაც უფრო შევყავი ქართულ მუსიკას, აი მაგალითად 2000-იანების ალტერნატიულმა სცენამ მიმიზიდა თავის როლზე ძალიან და ეთყობა კიდევაც ნამუშევრებს. და დღესდღეობით, რავი, ბევრი ქართული ფავორიტი ბენდიც კი არის ჩემთვის. კი ბატონო, აი თუნდაც თეიფი. ანუ ბევრ სხვადასხვა ჟანრს შევხები ვარ ამასობაში, სანამ ამ ინსტრუმენტს უკრავ დაწყებული მეტალიდან და მძიმე მუსიკიდან დამთავრებული, რავი, ფანკით და ალტერნატივის თუნდაც და ინდით და აი ყოველთვის გამოწვევა არის, ესე რომ ვთქვათ და ყოველთვის ვცდილობდი რომ ახალი რაღაცეები მეცადა. და აი ვცადეთ კიდეც თუნდაც თეიფვიზიტორში, ჩემთვის ოდნავ განსხვავებული სტილი იყო, ადრე უფრო და ეხლა უფრო და უფრო ვეჩვევი და ეხლა ბევრად უფრო კომფორტულად ვუზნავ თავს. ჩემი აზრით, ვინც ეგ სტერეოტიპები ჩამოაყალიბა, არ აქვთ მოსმენილი ისეთი მუსიკა, სადაც ბასი არის მკვეთრად. სადაც არის გამოკვეთილი და სადაც პარტიები არის უფრო ბასი და არა გიტარა რა, სადაც ბასი დომინირებს. ეგ კამანდა უნდა აიღო, ჩაასვა რაღაც ოთახში და მოსმენილო თავიანთი საყვარელი მუსიკები ბასის გარეშე. და მიხვდებიანო, აი თურმე ბასი შვება. იფის რო გამოვუშვებთ, ნუ მანდაც გამოჩნდება, რომ რაღაც სხვა რაღაცებიც მოგწონს რა და კიდევ გვაქვს გეგმაში, რომ ვაფშე სხვა რაღაცა დავდოთ რა, ანუ ექსპერიმენტები ძალიან გვიყვარს მოკლედ მაგ მხრივ რა, რაღაც ელექტრონული ელემენტებიც მოგწონს ყველას, გვინდა შემოვიტანოთ, რაღაც ანუ ერთ ჟანრში არ ვართ რა და ძალიან გვიყვარს სხვადასხვა რაღაცების ცდა რა, ესე რომ ვთქვათ. კი პირველად რო სცენაზე ავედი, პირველად სცენის გაზიარება ისე რომ ვთქვათ, მომიწია ჯაზ შემსრულებლებთან და ფანკ შემსრულებლებთან. ანუ როკს რო უსმენდი მთელი ბავშვობა და როკს რო უკრავდი, უცბად გავიჩნდე ჯაზ კამანდაში და ძალიან ის იყო, უცხო იყო, ძალიან დიდი დისკომფორტი იყო, მაგრამ მომეწონა და დავჭდა ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა. Late night calls, silent calls. I can see your smile just sprouting through the walls. And I hope one day the day will come to see you answer your mind. Your warm eyes will all miss when you're not around with me. And I hope one day the day will come to see you as you're my
One day the day will come to see once you're mine. Your warm eyes will love me when you lie around with me, and I hope one day the day will come to see you and see your არასდროს ეგ მე მაგალითად არასდროს არ მაქვს არ ყოფილი არასოდეს არ ვარ და ეს ჩემი აზრით რავი ეგეც უნდა იყოს რა ანუ უფრო და უფრო ყოველთვის უნდა იყოს ჩემი აზრით პირველი დღე რა ანუ ჩემთვის ეგრეა მაგალითად და ბენდისთვისაც სხვა შორის რა ანუ პირველი ლაივი არის ყოველთვის პირველი გასვლა პირველი ტრეკის დადება და ანუ სულ ის ანუ როგორ თქვა რა ქართულად რა ქვია იმას ამ თავდაბლური ის მაქვს რა ყოველთვის რომ აი ჩილ და პირველია და მიდი და რაღაც ეგეთი ის მაქვს რა ყოფილი არასოდეს არ ვარ ეს რა სტუდიაში მუშაობა ძალიან რთულია ეგ აღმოაჩინე ადრე და დღემდე მაგას უფრო და უფრო ხვდები ყოველთვის ძალიან რთულია და სტუდიაში ხვდები განსაკუთრებით რისი მაქნისი ხარ ესე რომ ვთქვათ და ლაივ პერფორმანსს რაც შეეხება ლაივ პერფორმანსი უფრო სასიამოვნოა ხოლმე რა იქ რაღაცნაირად გაქვს საშუალება რომ აი ბოლომდე მიყვედა რა ვიცი კარგია გუნდური მუშაობა ჯობია ბევრად, იმიტომ რომ მარტო რომ მუშაობ, რაღაც შენ ხედვას დებ მარტო და მე გუნდურად რომ მუშაობ, აი თეიფიზიტორში მაგალითად ეს ძალიან მაგარი რაღაცაა, რომ ყველა ვართ განსხვავებული ჟანრის მსმენელები, ასე ვთქვათ და ერთ ვიღაცას მაგალითად რაღაცა რომ მოაქვს, მე ყველა ჩვენნაირად სხვანაირებთ ამ ყველაფერს და უფრო მრავალფეროვანი გამოდის და არა სტანდარტული, რაც ბევრად საინტერესო არის. ჩემთვის პირადად პარტიების დაწერა არის. ანუ არ მინდა რომ მხოლოდ რაღაც გიტარის აკორდებს ავყვე რა და ჩემიც დავდო იქ და ხანდახან მან ვიჭედები ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც იწერება ის პარტია რაც უნდა დაიწეროს რა, რაც სჭირდება მუსიკას. ჩემი და ბენდის მიზნები და ოცნება არის გლასტონბერის ფესტივალზე დაკვრა, რავი, ძალიან გვინდა ეგ. ნუ პირველი იყო ოფენზე დაკვრა, ეხლა ნამდვილად რაღაც უფრო და უფრო მეტი გვინდა, ანუ ეს როგორც ყველას რა. კიდევ ალბომი აუცილებლად, ალბათ შემდეგ წელს გვინდა ძალიან. და ეხლა ნუ იფის დავდებთ მალე ერთ თვეში, სადღაც იანვარში ალბათ რა, როცა ცოტა გაგვეწევა ეს და ეგეც იქნება და ძალიან ბევრი რამეც იქნება და ყველაფერი კარგად იქნება. I was
Алло.